კომუნიკაცია ადამიანის ერთ-ერთი თანდაყოლილი მოთხოვნილებაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს თითოეულ აზრსა და მოქმედებაზე, ცვლის განწყობას. Twini ამავდროულად საჭირო რაოდენობის ინფორმაციას იღებს და ამუშავებს. ადამიანი სხვებთან ურთიერთობის გარეშე სრულფასოვან პიროვნებად ვერ ყალიბდება. კომუნიკაციის საშუალებები დროსთან ერთად იცვლება, უფრო იხვეწება და ამარტივებს ურთიერთობას დიდ მანძილზეც. მაგრამ ამავდროულად ჩვენი ყოველდღიურობის მიღმა უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ყველანაირად ცდილობს გაექცეს და თავი აარიდოს საზოგადოებასთან ურთიერთობას, რადგან მისი ეშინია. ეს სოციოფობიაა, რომელიც ერთი შეხედვით შესაძლოა სიმორცხვეში აგერიოთ. სოციოფობია ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ადამიანის ფსიქიკის მდგომარეობა. და ის სათავეს იღებს, ანუ როგორც უამრავი ფობია, ის სათავეს იღებს ბავშვობიდან. ძირითადად ადამიანის ფსიქოლოგიური გარკვეული მდგომარეობები, კომპლექსები, სტერეოტიპები ყალიბდება ბავშვობაში 7 წლამდე. 7 წლამდე ხდება ადამიანის ფსიქიკაში ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, მარცვლის ჩადება და შემდეგ უკვე 7 წლის მერე ხდება ამ ყველაფრის განვითარება. როდესაც ადამიანს ეშინია საზოგადოებაში გამოჩენის, ეუხერხულება საზოგადოებაში გამოჩენის, იმიტომ რომ არ გახდეს სასაცილო, იმიტომ რომ არ ჩავარდეს ისეთ სიტუაციაში, როგორშიც არ ეცოდინება როგორ უნდა მოიქცეს, დაცინვის მსხვერპლი არ გახდეს, როდესაც ის გრძნობს უხერხულობას, თუ მასზე არის მოპყრობილი ვინმეს მზერა და მით უმეტეს თუ ბევრი ადამიანების ყურადღების ცენტრში ექცევა იგი. ეს არის, ასე ვთქვათ, მარტივად რომ ვთქვათ, სოციოფობიის გამოხატული, ამით არის სოციოფობია. სოციოფობია რაღაც დოზით გვაქვს ყველას. სტატისტიკის მიხედვით ადამიანების 13%-ს ეს ერთხელ მაინც განუცდია. 2.5% კი ამ მდგომარეობაშია მთელი ცხოვრების მანძილზე. თუ მსოფლიო მოსახლეობა 7 მილიარდს შეადგენს, გამოდის, რომ დედამიწაზე 17.500.000 ადამიანს აქვს სოციოფობია. მიდრეკილები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში დაბადებიდან 2 წლამდე ჰქონდათ მინიმალური კონტაქტი საკუთარ მშობლებთან და მეტწილად საპირისპირო სქესის მშობელთან. ანუ ბავშვებს შეგვიძლია სოციოფობიის პირველი ნიშნები, ჩანასახი შევატყოთ, როდესაც უცხო ადამიანის დანახვაზე ისინი იწყებენ ტირილს, იმალებიან, იმორცხებენ, სახეზე ხელებს იფარებენ. აქედან გამომდინარე, კარგია, როდესაც მშობელს უნდა რომ ბავშვი გვერდით ყავდეს, მაგრამ ამასაც აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ზომა და წონა და ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვავითარებთ მასში სოციოფობიას, თუ მხოლოდ ჩვენზე არის ის მოჯაჭვული. ამიტომ აუცილებელია ესე დროს, თუ ბავშვი არის მიდრეკილი რაღაცა გარკვეული მიჯაჭვისაკენ და მიჯაჭვისკენ მიდრეკილია იმ შემთხვევაში, თუ დააკლდა სითბო 2 წლამდე და მერე უნდა ამისი ანაზღაურება, რაღაცა გარკვეული ერთგვარი თამაშებით შეგვიძლია, ასე ვთქვათ, გადავატანინოთ ყურადღება, თუ მას აქვს რაღაც საყვარელი სათამაშო, ერთგვარი თამაშის ფორმა უნდა მივცეთ მას და საუბრით თამაშით შეუცვალოთ ეს სათამაშო მეორე საყვარელი სათამაშოთი. 3 დღეში ეს ისევ უნდა შეიცვალოს. ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და ძალიან თერაპიული, რაოდენ მარტივადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს არის ჩახუტება. რაც შეიძლება ხშირად მშობლები უნდა ჩაეხუტონ თავიანთ ბავშვებს. ფსიქიატრიაში ეს მოვლენა მე-19 საუკუნიდან ფიქსირდება. სოციოფობებს გარშემომყოფებთან ურთიერთობისა და მათი ყურადღების საშინელი შიში აქვთ. ეს ფსიქიკის თავდაცვითი რეაქციაა და უკავშირდება მათ ილუზიურ მოლოდინს ხალხის წინაშე ეგრეთ წოდებული ჩავარდნის და საკუთარი უსარგებლობის გამომჟღავნების. 21 საუკუნეში არსებობს ესეთი ფაქტორები, რომელიც პროვოცირებას უკეთებს სოციოფობიას. ეს არის, ასე ვთქვათ, სოციალური ქსელებში და ზოგადად კომპიუტერთან გადამეტებული კონტაქტი. როდესაც სოციალურ ქსელში ხდება ძირითადი კონტაქტი ადამიანებთან, კომუნიკაცია, ხდება რაღაცა გარკვეული შეჩვევა ამ კომუნიკაციისადმი და შემდეგ უკვე ჩვეულებრივ სამყაროში კი სოციუმში ადამიანებს უჭირთ, ასე ვთქვათ, კონტაქტის დამყარება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სოციოფობები ნამდვილ ტკივილს განიცდიან. ნერვული სისტემა ზუსტად ისე რეაგირებს ფსიქოლოგიური დისკომფორტის დროს, როგორიცაა შიში და შფოთვა, როგორც რეაგირებს ფიზიკურ დისკომფორტზე.
რაც შეეხება უკვე მაღალ ხარისხებს სოციოფობიის, როდესაც ადამიანები სრულიად იკეტებიან და არ უნდათ ასე ვთქვათ სახლიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა ის შეიძლება გადაიზარდოს, შემდეგ უკვე ამას დაერთოს დეპრესიული ფონი და შემდეგ უკვე სერიოზული ფსიქოლოგიური აშლილობის მიზეზი გახდეს. ისინი გრძნობენ, რომ თითქოს პირი გაუშრათ. კი, უცივდება თხელები ნერვიულ ნიადაგზე. კი, ეს არის ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეული გამოვლინებები სოციოფობიის. იცით, არის კიდევ ერთი მომენტი, შეიძლება ადამიანი არაცნობიერებდეს იმას, რომ მას აქვს პრობლემა. იჯდეს სახლში და იძახდეს, რომ მე უბრალოდ აქ კარგად ვარ. და არაცნობიერებდეს იმას, რომ ის აქ კარგად იმიტომ არის, რომ ისი კომფორტის ზონა შეიზღუდა და ის ცუდად არის გარეთ. მაგრამ უკვე ესეთ რადიკალურ გამოხატულ შემთხვევებში, როცა ადამიანი არაცნობიერებს თავის პრობლემას, ეს უკვე იმდენად თვალხილულია, რომ მისმა ახლობლებმა ეს თავისუფლად შეიძლება შენიშნონ და უკვე აქ სპეციალისტის დახმარება აუცილებლად დაგჭირდება. ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები არ აწუხებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მორიდებულ ადამიანებს ერთი უწყინარი დაცინვითაც შესაძლოა ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუუარესონ. ასე რომ საზოგადოებას მეტი ყურადღება მართებს ნაკლებად კომუნიკაბელურ ადამიანებთან ურთიერთობისას.